ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამი ქართველი ფეხბურთელის კლუბი ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც PSG ჩელსის ორივე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ლივერპულის კარს იცავს და გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც სპორტინგის რიგებში ირიცხება, თუმცა ამჟამად ტრავმირებულია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოედანზე ვიხილოთ. მეოთხედფინალში ერთმანეთს PSG და ლივერპული დაუპირისპირდებიან. მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს შეხვდება, ბარსელონა ატლეტიკო მადრიდს, ხოლო სპორტინგი არსენალის დამარცხებას შეეცდება. ჩელსის მთავარი მწვრთნელი PSG-სთან მარცხის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას აკებს. როსენიორი ამბობს, რომ კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც შეცდომებს არ გაპატიებს. ჩემპიონთა ლიგაზე პარიზულმა კლუბმა ჩელსი ორი მატჩის ჯამში 8-2 დაამარცხა. კვარა ორივე შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ვილისანიოლმა მატჩში დაგეგმილი ამხანაგური მატჩების შემადგენლობა დაასახელა. გამოძახებულ 24 ფეხბურთელთა შორის ერთი დებიუტანტია. ფრანგმა სპეციალისტმა წელს პირველად გამოიძახა გრაცის შტურმის 23 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი. საქართველოს ნაკრები 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ლიეტუვას სტუმრად ეწვევა. ტორონტო რეპტორსმა ჩიკაგო ბულსი 30 გულით გაანადგურა. შეხვედრა შედეგიანი გამოდგა ქართველი კალათბურთელისთვის, სანდრო მამუკელაშვილისთვისაც, რომელსაც 22 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციაში 39 გამარჯვებით მეხუთე ადგილს იკავებს.